როცა ვიტყუები. მაშინ ვარდები უხერხულ მდგომარეობაში და წითლები. მაშინ, როდესაც ვერ ვცნობ ხალხს. სარკეში არ ჩამიხედია მაგას, მაგრამ ალბათ წითლდები. ბავშვობაში შეიძლება წითლდებოდა. მე როგორ გავიზარდე, დავიწყე გალურჯება და გაშავება. სხვადასხვა დიდი ხანი არ გავწითლებულ ვარ. პიგმენტაცია ქვია მგონი მაგას და ეგ დარღვეული მაგ საერთოდ არ წითლდები, იცი? არ წითლდები საერთოდ. ადამიანის სახელი რომ ავიწყდებოდა, რომ უნდა დავუძახოთ, რომ არ უძახი ხოლმე. როცა მცხელა, ანუ ეხლა. რაღაც კარგს რო ამბობენ ჩემზე, თქვათ, მაქებენ წითლდები, თუ დაუმსახურებელია კიდევ ორ მაგას. როცა მშვენიერ გოგონას დავინახავ. წითლდები, როდესაც მაბავენ. ვინმეს დავარტყავ მანქანას მაგალითად. თუ ისეთ რამის მთავაზობენ, რომელიც უბრალოდ გონია, რომ სამარცხვინოა, წითლდები და არ ვიცი რა წავიდე. მავნეჩვევა? აი, წიგნებში ჭამ კითხვის დროს, როგორც ბავშვობაში რომ ხო იყო ბავშვები სარცევს უჭამდნენ. მე ხაც ვჭამ წიგნებს, ნუ კუთხეებს. მამული ჩათვლის, რომ ჩემი მავნეჩვევა არის მაღაზიებში სიარული, თუმცა მე არ ვფიქრობ ესე. მავნეჩვევა მაქვს პირველი ის, რომ ადამიანებისგან მოვითხოვ ძალიან ბევრს. აი, უარის თქმა მიჭირს, ალბათ ქალი რო ყოფილიყავი, იცით, ვინც უკენებოდი და. არის რაღაც მავნეჩვევები, მოდი ამაზე არ და კონკრეტიდეთ. ერთადერთი მავნეჩვევა მაქვს, ვარ ცოტა წარმაცი. მავნეჩვევები მაქვს, ну აი ეს მაქვს რა, რაც მაქვს, ეს არ ვაცი. ვეწევი სიგარეტს და ეს არის საშინელება და კიდევ ძალიან ბევრი. ამაზე ლაპარაკი არ მინდა თორე ცოტა ხასიათზე. დავდგები. სიგარეტს ვეწევი. არ ვეწევი სიგარეტს, ალკოჰოლს არ ვეტანები. არ ვიცი. ჩემი მავნეჩვევა არის თმების შეჭრა, გაზრდა უსასრულოდ. ტელეფონზე მეყვარს ხოლმე ლაპარაკი, კიდე გვიანობამდე მავნეჩვევა მაქვს, ვიჭამ ფრჩხილებს. ვიგონებ ტყუილს, შემდეგ ვიჯერებ ამ ტყუილს და ადამიანებს ამ ტყუილის მიხედვით ვზომავ და ვწოდი. ეს არის ჩემი ყველაზე მავნეჩვევა. მავნეჩვევები მაქვს თუ არა? მაქვს. აი მაგალითად შემილი ესე კამერის წინ ისე თავი მოვიფხანო და არ მომერიდოს. ოთხ. ენაზე შემიძლია საუბარი. ქართული ვიცი კარგად, რუსული უფრო კარგად და ინგლისური გაქცეულს მომაბრუნებ. საუბარი მართლა შემიძლია 6 ენაზე და ესენია ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული, პოლონური და თურქული. რუსული, სომხური, თათრული ისე, თურქულიც ისე. შემიძლია ვისაუბრო ნებისმიერ ენაზე, ნებისმიერ ქვეყანაში. თუ ჩავთვლით მეგრულსაც, მაშინ 4-ზე. ქართულად, რუსულად და მეგრულს ფლობ არაჩვეულებრივად. ქართული, რუსული, ინგლისური, ვსწავლობ მეგრულს. ესე იგი, ქართული, რუსული და ინგლისური. ესე იგი, შემიძლია საუბარი ქართულად, მეგრულად, რუსულად, ინგლისურად და ცოტა გერმანულად. 2-3, მაგრამ ყველა ენაზე რაღაცა თქმა შემიძლია. ვიცი ინგლისური, ვიცი ცოტა იტალიური, ქართული, რუსული და მესმის ცოტათი სომხური. პორტუგალიურად ვლაპარაკობ ვითომ, ყველას გონია, მაგრამ ამ დროს არ არის პორტუგალი. ერთი წუთი დავითვალო, ქართული ჩვენი ეროვნული ენა, რუსული, ინგლისური და ბერძნული ენა. პრინციპში უფრო ტოროლა ვარ ვიდრე ბუ. მე მგონი, იმიტომ რომ რა ვიცი, დილას ადრე მიყვავს ყოველ შემთხვევაში ადგილმა. არა ძა დილას ვერ ვიღვიძებ საერთოდ ვერასოდეს. თქვენ გადაცემა ტოროლასაც ვერ ვუყურებ ვერასოდეს, იმიტომ რომ ძინავს. ვიყავი ტოროლა. მაგრამ ახლა გავხდი ბუ. ბუ ვარ სერიოზული თალას. მაგრამ მიუხედავად ამისა, დილას ვცდილობ რომ ადრე ავდგე. მიყვარს ღამე მუშაობა, ღამეების თემა. რა ვიცი, მე ამიტომ დიდხანს მძინავს ხოლმე დილას. ცხოვრების წესით ვარ ტოროლა. დაახლოებით 10-11 საათის შემდეგ საღამოს უკვე აი შემოქმედებითად პასიური ვარ. ცხოვრების სტილით ვარ ორივე. ხან ბუ ვარ, ხან ტოროლა. ჩემს სახელს ვამართლებ. ბუ! ბუ დუბლში ისიც ესე, იმიტომ რომ პრაქტიკულად ღამე არის ჩემი დრო. ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ვარ ბუ. ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ვარ უფრო ტოროლა. ყოველთვის ტოროლა.
ვიღვიძებ 12-ზე პირველ და 2-ზე. რასაკვირველია ბუ და საერთოდ არ ვცნობ ადამიანებს, რომლებიცაც ტოროლებთან რაიმე კავშირი აქვს. არც ბუ ვარ, არც ტოროლა, მე ვარ ბახალა. ბუ ვარ, ბუ. ბოლომდე ვარ ბუ. იმიტომ რომ ეხლა გავიღვიძე და არის 6-ის დასაწყისი. ძალიან ხშირად მესიზმრება გაგრძელებების, სიზმრების, ანუ ჩემი სიზმრები არის ფაქტურად სიზმარ სერიალი. არის ხოლმე ფერადიც, არის რეტრო სიზმრებიც, არის 1 სერიანი, არის 2 სერიანი, არის 3 სერიანი. ეხლა 155 სერიაზე ვარ, რომელიღაცა სიზმრისა. ფერად სიზმრებს ხედავ. და მე სიზმრება ხოლმე რომ მომზდებენ მოსაკლავად სულ. საშინაო რაღაცებს ვიძახი. ისე რომ დამიჯდა ღამე შეიძლება მოკვდეს იცით. თუ ვინმე მიყვარს ის მესიზმრება ხოლმე. ეხლა ზოგჯერ მესიზმრება, მაგრამ რათა მესიზმრება აღარ მახსოვს მე რომ გავიღვიძებ. ყველაზე კარგი რაც დამსიზმრები ალბათ. ნუ ერთ-ერთი კარგი არის ის რომ გესვირება რაღაც კონცერტი ან მუსიკა. და იმ შემთხვევაში სიზმარში არის ფანტასტიკური. ჩემი სიზმრები ჩემი ასაკიდან გამომდინარე ფერადია და მინდა რომ მთელი ცხოვრება ესე იყოს. სიზმარს ვნახულობ იშვიათად, მაგრამ მაქვს საკმაოდ წინასწარმეტყველური სიზმარი. თუ ვნახულობ, არ არსებობს რომ მეორე დღესვე ის არ ახდეს. სიზმრებს საერთოდ არ ვხედავ და არასდროს არ მინახე, არ ვტყვი ვარ, ნახე სულ 3ჯერ სიზმარი და ოღონდ აი სიზმარში ვერ ხვდები რომ ის სიზმარი თუ ეს არის რაც უდი ყოფილა თქო და. რა ვიცი, როცა ავად ვარ, მე სიზმრება უჟასები და როცა არა ვარ ავად, ჩვეულებრივი რაღაც იდიოტური სიზმრები. ძალიან ნერვიული ვარ და ძალიან განვიცდი ყველაფერს და შესაბამისად სიზმრებიც ის. მას მოუხუჭავ თუ არა აი საშინელებები ხდება. საკუთარ გარეგნობაში შევცვლედი ცხვირს, მაგრამ ამ ბოლო დროს მომწონს კიდევაც ჩემი ცხვირი. სარკეს წინ რო ვდგები, ესე უყურებ და დამდელა რაღაცა იმდენი რაღაც იდეები გაწუხებს ხოლმე, ის რო შეცვალო, ის რო შეცვალო და ისე შორს მივდივარ რომ მე რო ხვდები რომ რა ზურალია ხომ მოგწონდა შენი თავი. ალბათ წონაში მოვიმატებდი. დაუფიქრებლად ვერ გაგცემ პასუხს. თმებს ჩავინერგავდი. რაღაც ხო შეიძლება ითქვას რომ დიდი ცხვირი მაქვს, მაგრამ ეს მე არ მაწუხებს. საერთოდ ვინც ცulis მაგარი მარაზმია, თან მით უმეტეს მამაკაცი რო ცulis. საკუთარ გარეგნობაში არაფერს არ შევცვლით. ალბათ არაფერს. რისი შეცვლაც მინდა და ის უკვე შევცვალე ჩემი თმები და არ ვიცი ახლა უკვე სხვა რამეზეც ვიფიქრებ. რაც უფრო მეტ კილოგრამებს მოვიშორებდი და გადავაგდებდი, ეს იქნებოდა ჩემი გარეგნობის შეცვლა. როგორც ვარ, მაგმა ყოფილებს. ძლიერ. როცა გაბრაზებული ვარ, სიგარეტს ვეწევი. ხდები ძალიან ჩუმი და წყნარი. როდესაც ბრაზდები, თვალებს ხუჭავ. გაბრაზება ძალიან ცოტა ხნიანი ვიცი. როდესაც ბრაზდები, შეშავს ჩეხავ. არც ყვირი ვარ, არც რაღაცნაირად არც ვილანძღები, ასე თქო, უბრალოდ ჩუმდები. ნუ ის პერიოდი, როცა მე გავქრები საერთოდ და არც ადარჩან ვარ, ისე იგი მე ვარ გაბრაზებული. არაადეკვატური ხდები, როდესაც ბრაზდები, იმიტომ რომ შემიძლია რაღაცა დავამტვრიო, შემიძლია ვიღაცას გააჩნია გაბრაზების სტადიას. ამ მომენტში ვუსმენ მუსიკას და ნუ ყველაზე მეტად ამას გამოვყავარ. ასე ვთქვათ, მინი დეპრესიიდან. შემიძლია დავჭამო ყველა და ვიყვირო ძალიან ხმამაღლა და ძალიან ბევრი. როდესაც ბრაზდები ყვირი ვარ, ვიგინები, ვკარგავ მეგობრებს, ვჩხუბობ, ვარტყავ, ვფიცხდები, ყველაფერს ვაკეთებ, რაც კი შეიძლება და ვანგრევ კედლებს, ლეწავ მაგიდებს. როდესაც ბრაზდები, ვცდილობ ან ლექსი დავწერო, ან სიმღერა. როცა ბრაზდები, უფრო ხშირად ვმღერი. ყველაზე ხშირად ვცდილობ რომ ვიმღერო გაბრაზებული, და კარგად გამომდის ხოლმე. უარყოფითი პოპულარობას აქვს ის რომ ფაქტობრივად ხარ სულ მუდმივი თვალთვალის ქვეშ. ადამიანს ცulis სხვანაირი ხდები, უფრო რაღაც შებოჭილი ხდები, უფრო რაღაცებში კომპლექსები, რაღაც უწევი რაღაც აკონტროლებ ყველაფერს. ბეწვის ხიძი არის სასიარულო, როდესაც ხარ პოპულარული, რომ შესწორება არ დაუშვა. შენ თავს ვერ გეკუთვნი რა ბოლომდე და სულ ყოველთვის უნდა აკონტროლო ყველა სიტუაციაში, ყველაფერი არ გეპატიება, ყველაფერს ვერ გააკეთებ, რისი სურვილით შეიძლება გქონდეს. ბაზრობაზე არ შემიძლია წამოდი, იმიტომ რომ მიყვება. აი ყველგან არ მიყვარს, როდესაც ყურადღების ცენტრში ვარ.
პრინციპში ჩვენს ქვეყანაში მე ვერ ვიტყვი რომ რამე აქვს უარყოფით, იმიტომ რომ ქართველი მსმენელი საკმაოდ თავშეკავებული არის და აი რაღაცა ხარისხისებით არასოდეს არ აყავს თავისი გმირები. პოპულარობას უარყოფითი აქვს ალბათ ის რომ რაღაც პატარა მცირეოდენი თავისუფლება გერთმევა. არ ვიცი. საერთოდ პოპულარობა რას ნიშნავს, ეგეც არ ვიცი. არის ხოლმე ეგ შემთხვევა, როდესაც ადამიანს გონია რომ ვიღაცა არის და რაღაცას მიაღწია ეს დამოუყველია ყველასთვის. პოპულარობას არაფერი არ აქვს უარყოფითი, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. პოპულარობას უარყოფითი მხარე უფრო მეტი აქვს ვიდრე დადებით, ეს დანამდვილებით შემიძლია თქვა. ყველაზე უარყოფითი ალბათ ის არის რომ ჩქარა გადის. ყველა სხვა მხარე დადებითი აქვს. ერთადერთი ეს არის უარყოფითი პოპულარობის და შეიძლება უცებ აღარ იყო მოდაში. დღეს არასოდეს არ გეგმავ, თვითონ დღემ გეგმავს მე უფრო ხშირად. ნუ აი ხა რეპეტიციას თუ მაქვს ისიც გეგმაში შედის. მაგრამ უკვე მაგას მე არ გეგმავ. მაგას ზევიდან გეგმავ. სამი დღით ადრე ნამდვილად არ დამიგეგმია არასოდეს. რამდენჯერაც დამიგეგმია დღე, აფერი არ გამოდის ხოლმე. წინასწარ ვერ გეგმავ ხოლმე, ძალიან იშვიათად, იმიტომ რომ რაც დავგეგმო ყველაფერს ვაგვიანებ. ვარ ძალიან ზარმაცი და ამიტომ დილას რო ვიღვიძებ, მეუნებია დღის გეგმა მოგდეს და ჩამოწერილი, აი ეს უნდა გააკეთო და რაღაც ვიჯღანები, მაგრამ რას იზამ, საქმეს ეს სჭირდება. ყოველთვის გეგმავ ჩემს დღეს. გეგმავ, მაგრამ მაინც რაღაცები ისეთები არის ხოლმე, რომ მავიწყდები. თუ აი სასიარულო არის რამდენიმე ადგილას მისასვლელი, წერით არ უწერ, მაგრამ ჩემთვის ვიმახსოვრებ აი როგორ ჯობია. ყოველთვის წინა ღამით, ყოველთვის წერ მეორე დღეს რა უნდა გავაკეთო.